რაც შეეხება ციხეში მყოფ ბიჭებს და გოგონებს და კაცებს და ქალებს. მე ძალიან გულინწყდება თქვენ გამო. ხან შეიძლება პესიმიზმით შემოგაწვეს ადამიანს, ხან შეიძლება ოპტიმიზმი, ხან შეიძლება საერთოდ ნიჰილიზმი. მაგრამ ჩვენ სავარაუდოდ დამარცხებითაც გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ არ ვიცი, ვინც ამ ქვეყანაში ისტორიაში შევიდა წესიერი და კარგი ადამიანი, ყველა დამარცხდა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. რა ვიცი, ილია ჭავჭავაძე მოკლეს, გაკუცა გააქციეს, შავახიშვილის გვამიც არ ვიცი სად არის, ზვიადი კოსტავა რაც მოხდა მშვენივრად ვიცით, ასე რომ სავარაუდოდ ჩვენ დავმარცხდებით. საერთო მოკლე ჭრილში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რა ვიცი. ესენი მილიონებს მიიღებენ ბიუჯეტი და ჩვენ ისტორიის წიგნებს. ასე რომ ჩემი აზრით ყველაფრის მსად უნდა ვიყოთ. საბოლოოდ კიდე მინდოდა მეთქვა, რომ დიდება მარინა ტერიშვილს, დიდება მარინა აბციაურს და гоумარჯოს ილოია კიკნაძეს, რეზო კიკნაძის მამას და ჩემს ბაგატს. მადლობა წლევანდელს იმისთვის, რომ მოგცა სუპი მაქვს, სუპს ავჭამ და ამ გადაცემის იდეა. გისურვებთ გამარჯვებას, რომელიც ძალიან უცნაური იქნება, მაგრამ საბოლოოდ რაღაცის ფასად მაინც გავიმარჯვებთ. დაესწრებით მრავალს კოცების გარეშე. და ბოლოს იმედია ნინი ქარსელაძე 2026 წელს მაინც მეხვდება ეს ხალხი რას აპროტესტებს. წლევანდელისთვის სულ ეს პიზდეცი იყო. მომავალ პიზდეცებზე მომავალი წლიდან დაგიბრუნდებით.